საქართველოს რადიო 100 წლის არის 1925 წლის 23 მაისიდან საქართველოში რადიოს საცდელი მაუწყებლობა დაიწყო. ეს დღე მაუწყებლობის დასაწყისად არის მიჩნეული. ევროპაში ერთ-ერთ უძველეს რადიოში საინფორმაციო და შემეცნებითი პროგრამების გარდა გადაიცემა კლასიკური მუსიკის, ქართული, ხალხური და საესტრადო მუსიკის, საუკეთესო ჩანაწერები, ლიტერატურული თეატრის რადიო დადგმები. რადიოს ოქროს ფონდი ათასობით უნიკალურ ჩანაწერს ინახავს, რომელიც ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. დაარსებიდან 100 წლის თავის აღსანიშნავად ქართული რადიო მაუწყებლობის უწყვეტ ტრადიციას რადიო არხ საქართველოს რადიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება იმართება მაუწყებლის შენობაში. თამარ ჯალაღონია შემოგვიერთდება ახლა ღია ეთერში. თამარ, გისმენთ. ეთერშია საქართველოს რადიო, ლაპარაკობს თბილისის ზუსტად 100 წლის წინ 1925 წლის 23 მაისს დედაქალაქში რადიო დიქტორის ხმა გაისმა და მას შემდეგ 100 წელია უკვე ეს ტრადიცია უწყვეტად გრძელდება. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ თანამშრომელს რადიოს თითოეულ თანამშრომელს ეს დღე მივულოცო განსაკუთრებით. დამეთანხმებით, რომ 100 წელი ცოტა დრო არ არის, შესაბამისად ამ დროის განმავლობაში არც ერთ ეტაპზე არ დაუკარგავს საქართველოს რადიოს აქტუალობა. ყოველწლიურად სხვადასხვა მრავალფეროვან რადიო გადაცემებს სთავაზობს ის თავის ერთგულმსმენელს, სხვადასხვა შემეცნებითი გასართობი გადაცემები, სხვადასხვა საინფორმაციო გადაცემებიც არის მიმდინარე რადიო საეთერო ბადეში და ეს წლიდან წლამდე დროის ცვლილებასთან ერთად ვითარდება რადიოც. უნიკალური არის ასევე ის ოქროს ფონდი, რომელიც 1901 წლიდან დღემდე მილიონამდე ჩანაწერებს ინახავს და შესაბამისად უნიკალური არის ის ჩანაწერები, რომელიც ოქროს ფონდში არის დაცული, სხვადასხვა მწერლების, საზოგადო მოღვაწეების, ცნობილი ადამიანების ხმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე. გუშინ საქართველოს რადიოს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლის სტატუსი, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს მისი ისტორიისთვის და უწყვეტი გადაცემებისთვის, უწყვეტი ტრადიციისთვის. დღეს აქ საქართველოს პირველ არხში აღნიშნეს მოეწყო ღონისძიება, სადაც რადიოს თანამშრომლებმა ერთად აღნიშნეს ეს დღე და ასევე იმ თანამშრომლებს, რომლებიც უკვე მრავალი ათეული წელია რადიოს თანამშრომლები არიან, მადლობის სიგელები გადაეცათ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან 1925 წელს 100 წლის წინ პირველი მაუწყებლის ხმა გაისმა, პირველი რადიოსადგური, რომელიც ამუშავდა საქართველოში და მიხარია, რომ ეს სწორედ მოწინავე იყო ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ წელს არამატერიალური კულტურის ძეგლი მიენიჭა ჩვენს რადიოს და ამ დღეს ავღნიშნავთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ მთელი წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება არაერთი აქტივობა იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ თავის თავზე იგრძნოს ის, რასაც ფლობს, ის არის ამ ასე ვთქვათ სიკეთის მფლობელი, რაც ნიშნავს 100 წლის მაუწყებლობა. ამიტომ დაელოდეთ ჩვენს არხზე არაერთ აქტივობას და იზეიმეთ ჩვენთან ერთად. რომ მოვედი ამ დაწესებულებაში 17-18 წლის ბავშვი ვიყავი, პირველი კურსის სტუდენტი და ისე მიმიღეს, ისეთი ხალხი მუშაობდა აქ, ისეთ მასალებს ვაგროვებდით, ისეთ ხალხს ვწერდით, რომ მეტი ტელევიზია და რადიო არ არსებობდა. ჩვენი უხუცესი რადიო აკეთებდა ყველაფერს. მიყვარს როგორც საკუთარი ოჯახის წევრი. ეს სხვა სითბოა, სხვა სიყვარულია. აი ეს კედლებიც მიყვარს, იმის პატივისცემას და იმ კედლების, იმ ხალხის, რომლებიც ჩვენთან ერთად ჩემს გვერდში იყვნენ, მე ვერასოდეს ვერ დავიწყებ. იმ წასულებსაც, რომლებმაც მიმიღეს და აღმზარდეს და მომავალი თაობა ხო ჩემები არიან. აქვს რადიოს ისეთი რაღაც ნიუანსები, რომელიც უნიკალურია და განსხვავებულია. პირველ რიგში ეს არის ინტიმი, როდესაც რადიოს უსმენ, არ აქვს მნიშვნელობა მით უმეტეს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით რჩებით შენ და რადიო და იქ უკვე ძალიან ინტიმური სიტუაციაა და ძალიან მომხიბვლელი ადამიანებისთვის. ასევე არის რადიო გაძლევს საშუალებას, რომ პარალელურად რაღაც სხვა საქმეც აკეთო და თან რადიოს მოსმენით ის სიამოვნო მიიღო ინფორმაცია. წლიდან წლამდე საქართველოს რადიო თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მოთხოვნებზე მორგებული ხდება და შესაბამისად თავის მსმენელსაც მრავალფეროვანი რადიო გადაცემებს და ასევე სიახლეებს თავაზობს.
მადლობ თამარ ჯალღონია გვერდობა და ღია ეთერში.